თბილისის ერთ-ერთ ძველ ვცხოვრობ, თამარა ბაკელიას ქუჩაზე. რომელიც იყო ჩემი დიდი ბებია. ის იყო პირველი ქართველი მოქანდაკე ქალი. ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ ყოველდღე გამოდივარ და მის სახელთან გვარს ვკითხულობ კედელზე. ყოველთვის როცა მის ნამუშევარს ვუყურებ, წმუნდები ქალის შეუზღუდავ შესაძლებლობებში. ბაბუა პიანისტი იყო, რომ სახლში ხშირად მესმოდა მუსიკის ჰანგები, მოცარტის, ბეთჰოვენის, ჯაზისაც კი. ხუთი წლის ასაკში ბებიას დახმარებით გადავდგი პირველი ნაბიჯები. შემდეგ უკვე ზაქარია ფარაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლა ნიჭიერ თაცლეთში ჩავაბარე პედაგოგ მაია ბერიძესთან. ეხაც მახსოვს მისი პირველი გაკვეთილები, ჩემთვის რამხელაში თაბეჭდილება დატოვა და დღემდე ეს გრძელდება მე და მაიას შემოქმედება ერთად. ყოველთვის ქონდა ოჯახში საუბარი, რომ მეუბნებოდნენ, რომ ძალიან შრომატევადია და ძალიან ფაქტიურად უნდა შეწიროს საკუთარი თავი ამ პროფესიას, მაგრამ არასდროს ჩემ ცხოვრებაში არ მახსოვს ისეთი მომენტი, რომ ამ ყველაფერზე უარი მეთქვა, ან ეჭვით შემეტანა, რომ ამის გარეშე შეიძლებოდა მეცხოვრა. მე თავიდანვე დავიწყე კლასიკური მუსიკა და დღემდე ვაგრძელებ კლასიკურ მუსიკას. წარმოუდგენელია, რომ დავუშვათ სიტყვაზე 7 საათი ან 6 საათი გადავმოვად იმას აკეთებდა, რაც არ გსიამოვნებს. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი სიამოვნებასთან არის დაკავშირებული, სირთულეებთან, იმედგაცრუებასთანაც. მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მაინც ძალიან დიდ ძალას გმატებს. რაც შეეხება სცენაზე გამოსვლას, დღესდღეობით ძალიან გვაკლია ყველა ხელოვანს დროიდან გამომდინარე, პანდემიიდან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ნებისმიერი ხელოვანის და მით უმეტეს მუსიკოსის ცხოვრებაში, რადგან იმისთვის შრომობ და იმისთვის ემზადებ, რომ სხვას გაუზიაროს ყველაფერი. და დღეს სამწუხაროდ ხშირად აღარ გვაქვს ეს ფუფუნება. იყო ამ ბოლო წლებში რამოდენიმე ონლაინ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, წარმატებით ლაურეატი გავხდი. ასე რომ ესეც ვერ ვიტყვი, რომ არანაყოფიერი წელი იყო.